ამასაც ნათალიამა შალვა დაარქვა. შენო შალვა მოგიხდება ქართული სახელია. შენი ძმა არის რომელი უფროსი, რომელი უმცროსია? უფროსი რომელია? პირველად ვინ დაიბადა? შენ თუ? არა. შენ დაიბადე პირველად. და ეს პატარა შენ პატარა ხარ? ამაზე ძმა მყავდა ის დეიღუმპა და ერთის დაიკვეხავს და სოფელში არის. ჩვენ დავჭი სამი ზმანი, ორი ზმანი, ერთი და. თქვენ ცოლი ყავთ ხო? ცოლი არ ყავს, და ჩვენ ვახერხებთ ქართული სისხლის თურქის ოჯახეს არ ვაპირებთ. აბა თქვენ იცით. მადლობა. წავედით ხო? წავიდეთ ეკლესიაზე. ხვალა მოგიწიო და ამ ბაქცაში ერთი ჩაი გააკეთე ჩაფლიტი გვისხი. ჩაფლი? კალოზე ერთი დაუშვით, კალოზე. ჩაფლი რეჯონია მურაჯაათე და გაი. რეჯონის ტელეფონი გაქვს? ამ გზას საზგირელისკენ მივყავართ. იქამდე 5 კილომეტრია გასავლელი და ყველაზე ადვილად ეს პატარა ტრაქტორი მიდის, რომელსაც ფათფათაზე ძახიან. მეშეთში სოფელში ვარ და გამეშეთიდან კილისების ნანგრევების ბოდიში ნანგრევების ეკლესიაში იქიდან შევდეთმე ჩვენ თაზე და ამ ჩემს ძმას დიდი მადლობას ვუხდიდი, ასეთი მანქანა გეგვიჩერა და ასეთი ლამაზი ტრაქტორი ხო? ლამაზი ტრაქტორი. ისეთი დიდი ფული თუ ნახე ამ გზაში საქართველოს ადამიანები და ჩემი ოჯახი და ვარუნია ამ გზაში. შენ ხო ხარ კაი ადგილზე ჰაერზე მანდ? კი, ერზა მან კაი ადგილზე ვარ. ხო ხედავ, შავი სათვალე როგორ უხდება? შავი სათვალე. კომოდან მოიბაბო, კომოდან. სიბერი არ ეტყობა? არ ეტყობა. მე რომ ქალაქში მყოფილიყავ, ახლა მოვკვდებოდიო. მე მართალი აქ რა მოკლავ. კარები დაგვიკეტა. ფრთხილად რომ ვიყოთ. წავედით. ქართული წერია, რა წერია? საქართველო 1121 საქართველო. ასე წერია ქვაზე. ეს ადა დავკვირდი, არ ვიცოდი. მე დაგანახე ხო? მე ვალაი. მადლობა შენერა. შენერა მელანერა შალვა. და ადგილები მოსოდინა. კაპანსხალზე დადი დემოსტატე. მეგობრებო, აი ამ ფაზე წარწერა დავინახე, სადაც აწერია 1121 წელი საქართველო. 1921 წელი ყარსის ხელშეკრულების თარიღია. ვინც ამ უენო ქვაზე წარწერა საქართველო გააკეთა, ალბათ ამ დოკუმენტის თარიღიცაა მეტყველა, რომელმაც საქართველოს და კერძოდ ბათუმის ბედი მნიშვნელოვნად გადაწყვიტა. აქ სახლები ყოფილა ადრე? კი. და აქამდე ფეხით მოდიოდნენ ალბათ, ხო? ცხენებით, ხარებით მოდიოდნენ. ხარები. აი გარი ადიანი. აი. ლამაზი ადგილი. კაი ვაკეც რა ვიცი. უბე ფარნუხი აი სახლები ჩანს. ხო. ბოსელთა იაილები. მანქანა ვასაკნოთ. ქვია საზგირელი. საზგირელი ქვია ამას? ეს არის ეკლესიის ნანგრევები, ხო? წინ რა ჩანს? ეს არის აი დირეგები უმარ ზემოთ არის. გაღმას ახლა ბზე არის და არ ჩანს. კარჩხალის მთები არის. ხო. ამ მთებიდანაც უკნედან კარჩხალის სოფელია, ამის მთებიდანაც მაჭეხელი სოფელია. სოფელი მაჭეხელი, კი. მაჭახელაში ყოფილი. ლეკობანი ზახიან. ამ შერიქის გადაღმა ლეკობანი არის. ბორჩხის იაილები არის. აჰა.
სოფელ ბაზგირეთის ყველაზე მაღალ ადგილას ზღვის დონიდან 2300 მეტრზე ეკლესიის ნანგრევებია. ამ ადგილს თურქულად ქილისები ჰქვია, ისე კი საზგირელს ეძახიან. ძალიან ძველად ეს იყო გზა, სადაც შავშეთის რაიონი ბათუმსა და მაჭახელას ხეობას უკავშირდებოდა. აქედან გამომდინარე, ხალხმრავალი ადგილიც ყოფილა და ეკლესიაც მიტომ აუშენებიათ. თავის დროზე, როცა ეს მხარე მთლიანად ქრისტიანული აღმსარებლობისა იყო. როცა წირვა-ლოცვები აღევლინებოდა, სოფლის მაცხოვრებლების გარდა სხვა მეზობელი სოფლის მრევლიც მოდიოდა სალოცავად. სამი და სადავართ ხალხო. 3 და 2 0 გითხრა ისე სიმაღლეზე ვარ. 3000 მეტრის სიმაღლეს. ხო. კი, თებისებით ვართ. თებში ვარ, თო. ღრუბლებთან ახლოს. ასე წახვალ, იმერხევში წახვალ. ამ თერებში წახვალ, მაჭახელში წახვალ, ბათუმში წახვალ. ბათუმში ასე უჩუმალაინა გადავზვეთ კი გვიშვან ჩვენ. დაგვიშვან ჩვენ. ხო. თელორგიში. ჯარისკაცებმა. როგორც ისტორიის და ყოფაცხოვრების ბედუკუღმართობა იტვირთად რომ, ასევე სხვა მსახვრალ ხელთან ერთად დროის უნდობლობამ ეს ეკლესიაც მიწასთან გაასწორა. არიან გაღმა უბექვია? უბექვია იმ ზოფეთ. აისა იაილა გამა დაბა სოფელი იმის ბოლოზე არის და ისაც იმის იაილა ბოსელთა. აჰა. ბოსელთა იაილა. ბოსლებთა იაილა? ბოსელთა იაილა კი. და ელექტრიკი აქონიკა. ეს. ო იმ იაილაში აქონ. გამხელა ძალიან მაღალზე ვართ მოსული. ერთი გაბრიალი იყო, ამა ამეუღალი ხალხი დიგახ 10. გაბრიელი? გაბრიელი და უთხარ კი ერომ დავანგრევნა ხეობა მეთქი ეს რაც ხომ უკეთებია ვერათ მეთქი და ქრისტიანი მეთქი და მიტრაგი იაუ კაცო ბოლდუზერი მეიყვანოვო ისე მე ფულზე არღესო 15 ბინის რაც ხა ქრიშან რაც ხა თარი ესები რაც იქნებაო ისაც მაზოთი ფარაზე წავავო და რამე არ არის ქრიშანი რატომ და დაანგრია? yani გოა ხამე იქნებაო ოქრო იქნება ქრიშანო ზველებული ჩადებული ქართველები ზავ ქრისტიანული დროშიო მე რა ედა აქეულობა ბევრი ანგრიეს ხალხმა ანგრიეს რა ისე ზველებულიო ახლა მიწა ცხოვრობენო ოქრო დარჩა ქრიშანო я ვინა გააშვა ოქროაკა სოფლის ხალხმა დაანგრია? ხო სოფლის ხალხმა და ის ამოვიდა ქვეშედან კაცებისა ეს მუხლი ხომოიზრები ეს მე თავის ქალა ამ დამპალი არ იყო დაწერილი ისე ქართული მეყვადე ფიქალზე დაწერილი და ისინი ნახესენ და ტრაბზონში გაასინჯიეს ამა რა ეწერა ის არ ვიცი ეს გაბრიელი ვინ იყო? გაბრიელი იყო ისა თიფლისი და მიდამ ზანდებოდა ის არ ვიცი კაცი თურქული ყავდა ბორშხელი ვარო მაჭეხლელი და ახო გამოცხობლი ვარო ბორმეჟა ისე სასტი ქუთაისიდან იყო სოჭიდან ფოჭიდან თიფლისიდან ის არ ვიცი გაბრიელი ერქვა სახელი გაბრიელი ქართულია? კი ქართული სახელია და ქართველი იქნებოდა. გაბრიელი ერთად ამული 9 წელიწადი გახდა იმას მე. და გაბრიელმა გითხრა არ დაანგრიო? თქი აკა ბოლდუზერი მეიყვანო რამე არღის კაცო. იმის ფულითო მაზოთი ფარა არღის სიმიც. და არ შეიძლება რა. პედაგო ის იმის მოსულ ფარითო ფულითო რამეს ვერ გეინი. გასაგებია. გევდეთ და ისას დაგანახო შორობა და ნახოთ. რა სიტყოდნენ? თამარ დედოფალზე რას ამბობდნენ? თამარა დედოფალის გასასვენებელი ყოფილა. მოსასვენებელი ადგილი ხო? მოსასვენებელი და ხა გეისვენებდა იარდავო აგზე გაათენებდაო მე მეკომოთ ერთი ალაბალო სოფელია და იქა ერთი კლდეში სახლი ქვის გაკეთებული იქ სამომდი ქილდოდა. დღისით ახა
ო დიდვენახ უძახიდე დიდვენახს უძახოდნენ, ის იყო მისი დიდვენახი ო მისი ქვის სახლი იქ იყო, ხო? ქვისა და ეს გეში და დაპირდები რომ მიჩახვიდე და ის იყო ორი თანე ფენჯრები ჰქონდა სიგმეი ქვის გაკეთებული დეშიშიდან იქ იყო თამარა დოდოფალი აჰა. და გამოვიდოდა სერებს ზებუშტი აქაც ეს ყოფილა მონასტერი მონასტერი. ო გაბრიელ მამჭაკი კაცო ესო მონასტერია მონასტერი რა ნიშნავს მონასტერი ეკლესია. კი ხო, და არ უნდა დაანგრიო. არა დაანგრიეს ოქროზებნეს ასხიზებნეს ესე იგი, აქ რო ეკლესია იყო, ამ ფერდებს, ამიტომ ქილისებს უძახიან თურქულად არის ქილისები, ხო? ქილისები. ანუ ეკლესიის უბანი. ეკლესიას ეს უბანი. მაღალი იქნებოდა ეკლესია ხო, კი, რა თქმა უნდა, მაღალი იქნებოდა, ახლა დანგრეულია. ხო. და ამ ფერდებსაც ქილისები ეტყვიან. ხო. ხო. მეგობრებო, ახლა ვართ ბაზგირეთში, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე. ისეთი გზები ვიარეთ, რომ მთის წვერზე ვართ ამოსული ღრუბლებთან, მაგრამ ეს გზა უნდა გამოგვევლო. გამომევლო პირადად მე, იმიტომ რომ აქ არის ეკლესიის ნანგრევები. და როგორც ხედავთ, მთლიანად მიწასთან არის გასწორებული. აქ აღარაფერი აღარ არის გარდა ქვაყრილისა დარჩენილი, მაგრამ ეს მაინც წმინდა ადგილია ჩვენთვის ქრისტიანებისთვის. გავიდეთ. ეკლესიის საძირკველზე ვდგავართ ახლა. ეს ნანგრევებად ქცეული ეკლესიის ადგილი, როგორც ხედავთ. ეს ხარის დარჩენილი. რომელი საუკუნის ეკლესია არიცით ალბათ, ხო? ანუ მონასტერი იყო აქ, ხო? ეს შავშეთის ტიბეთის ეკლესიას ამასუყურება იმას მომოთ შავშეთის გაღმა სოფლები არის და ერთმანეთს უყურება ეკლესია უსტამისი აიძე ის არის გაღმა ხო. ყალე ანუ იცი და ყალე დაკეთებული მაგარი ციხე გაღმა იგი მიდითავზე ციხე არის აჰა. ეს ეკლესია ციხეს უყურება უყურებდა ეს ეკლესია, უყურებდა ეგ ციხეს, ხო? აქედანაც ჩანს. შორიდან. სოფლის ბოლოზე არის ციხე. კი. მთის წვერზე ჩანს ცოტა ნანგრევია ციხის. ეს ციხე ჩვენ გამოვიარეთ, ხო? რომ ვნახეთ გზაში ის ციხეა. ციხე ხელმწიფის სოფლის ბაზგეთის შესაძლოა რომ არის. კი, ვნახეთ ის ციხე, აქედანაც ცოტა ჩანს, აგერ აქედან პირდაპირ ჩანს და ესე იგი ეს ეკლესია და ეს ციხე ერთმანეთს უყურებდა. და როგორც საერთოდ ისტორიულად ცნობები გვეუბნებიან, ალბათ ერთმანეთთან კავშირიც ექნებოდათ. ხო, ამოყორილია. დანგრეული. და იტყობდნენ კი თამარა დოდოფალი აქზე გეისვენებდა, აქედან წევდოდა, დიდვენახს შევდოდა, დიდვენახი ერთი კლდეზე მიკრული ქვისა, ამა აშენებული სახლი yani penceremiz aslı uğreba yani küsa o დანახული მაგ თამარ დედოფალი ალბათ ამ ეკლესიაში ლოცულობდა. თუ აქ მოდიოდა, აქ შემოვიდოდა და ილოცებდა. გეისვენებდა და წევდოდა. ღამე გაუწეს მე დადგებოდა რა? კი. ო. აღზე ხარეს და მე ამოვიდა ეს მუხლი კომოტიზლები ამოვიდა, სხელი ამოვიდა. აქ რო გათხარეს? აქ გათხარეს? გათხარეს და მე მულა ეს თავი ხაპერის მების ამოვიდა. ყო ოქრო იქნება თხარი საქეურობა მიცო. საფლავის მეზე იქნება. ეს მაინტერესებს ხო ვინ გათხარა? ადგილობრივმა ბაზგირეთში მცხოვრებმა ქართველებმა თუ თურქებმა? ღამეში გათხარა ვინ არის? აქა 7 ურათანი ოთახი ყოფილა და აქა დეისვენებდნენ. 7-8 ოთახი, ესე იგი კაი დიდი ეკლესია ყოფილა. ხო და დეისვენებდნენ და აქ ცხოვრობდნენ და ამ ადგილ აქედან დეიძღე აი გაღმას ფერდებში ამათ ბოინა ქილისეს ეტყვიან თურქულად ფერდები. გასაგები. ბოლო დროს გათხრებისა და კვლევების დროს 4 მკუთხით აღმოაჩინეს წარწერებიანი ქვის ფილები, რომლის ფოტოსურათები სოფლის მკვიდრმა, განათლებულმა,
კარგმა ქართველმა მუსტაფა უზუნგამეშიძემ თბილისში გააგზავნა პროფესორ ილია დათუნაიშვილთან, რათა მათზე ძველქართული ანბანით შესრულებული წარწერა წაეკითხათ. აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა მეფის ქალიშვილის საზაფხულო ალაგი, სავარაუდოდ თამარის ეპოქამდე, თუმცა როგორც იტყვიან, აქ გზად მიმავალი თამარ მეფეც მოდიოდა და ამ ეკლესიაში შეისვენებდაო. მეფის გოგოს სახლი ისე მითხრეს. ნაწერები იყო კედლებზე 4 ხალად. პირველ ქართულ ენით დაწერილი ასოებით. მე ვერ ვიკითხე. ძველი ქართულით, ხო? კი, ბატონო, პირველი. თბილისში ილია დათუნაიშვილი იყო პროფესორი. თბილისში მაგუზამ იმის უკან წერის უგზავნით, იმიგზავნით და ეს რას ნიშნავს მეთქი, სურათები გამეუღე, ხელითაც მიამგონები უგზავნით. მაშინ კომუნისტობა იყო 6 წესმებრე მიპასუხა. ის არის მეფის გოგოს საზაფხულო სახლი. ხო. მაგრამ ის ალაგიო, რომ მოგიღიანო, ისაო ეკლესია, პაწა ეკლესია არისო. ასე იკითხებოდა, ხო? ასე დამიწერა, მაგრამ ესაო მესამე ან მეხუთე საუკუნეში გაკეთებულია. აჰა, მესამე მეხუთე საუკუნეს. იმ დროში გაკეთებულია ესაო. მიწისქვეშა დიდი ოთახები იქნებოდა, ხო ეს? ხო და აქა დეისვენებდენო და საცხაუნდოდან იქ იარებდნენ და სასვენებელი ადგილი ყოფილა. აი ესა მეგობრებო დარჩენი. მაშინ დროზე რომ მოკვდა აგზევინ ჩაფლის და ხო. ოვდა იდე მედევნახე ეს თავის ხაპი, ხო? მუხლი კომოი ძვალი. აღარი ზვლები ამოიდა ეს ხაპერი მეგრის ალპებაო და ეს კლავიშები ძველი ადამიანები მაღლები იყვნენ კი? მაღალი ყოფილა ნუ იმას ადამიანებო საქორია გზა აქაც არის თა აქედან გახვიდე საქორია გახვალო იმაიქით მანქანა აღარ გადის ეს ადგილი 7 სოფლის ემე არის ყველა სოფლი აგზე გეიას უსტამისი გეიას ჩიხორი გეიას ზიოსური გეიას აქევრობა 7 სოფლის გზა არის. ხო შავშეთ ქალაქი და შავშეთისა იქეთ არის შავშეთი და არტახანი. არდანი შედიკი და იქეთ არდანი. სანსოფილი შავშეთი ხო და კი, როგორ არა? გამასოფელი არის ბოსელთას მთა არის ის ბოსელთას მთა, ხო? დაბურის თა ვაკეთია რაგზე წითელი სახლები რომ არის ხო. ეს სახლი ვაკეთისა ზაფხული თვიდან შემოვიდნენ იქ ცხოვრობენ ორთვე იქით გათხოვდება ქვეჩადიანი მეში სოფელში ქართველების არ იყო ბათუმი აქედან გადადიოდნენ ბათუმში, ხო, ცხენებით? ხო. ამ თის უკან მაჭახელას იქეთ. ხო მაჭახელიდან აქედან თუთუნი მოქონდე ბაგენიდან მარილი საჭმელი ორ დღეზე ბათუმ ჩადიოდნენ ორ დღეზე აქ მოდიოდნენ ცხენებით. ეს როდის მაშინ როცა ბათუმი იყო თურქეთის, ხო? თურქეთის მხარეზე. მაშინ თავისუფალი იქნებოდა წასვლა-მოსვლა. ბათუმი ხოში ახლა ქართველებისა არის და ხო პირიქით, ანუ მაშინ ბათუმი ქართველებისაა, მაგრამ თურქებმა დროებით წაიღეს. ომი რომ იქნა იმას მემბრე დეესწროთელი იქ ბათუმი გახდა საქართველო დარჩა ჩვენ ახაო ხო, ბათუმი საქართველოა, ტაოკლარჯეთის საქართველოა და მაშინ იმ დროს ბათუმი თურქეთის მხარეზე იყო, როგორც ახლა თქვენ იმერხევი არის. ზველად ის ხაზიაღი რომ იყო და ლამბას მანთობდნენ, აქედან ხაზიაღი თენექასაც მევკიდევდითო და სამ დღე 4 დღე ზრუგით მევკიდ აქად მევტანდითო. ლამპას. არა, ხაზიაღი. ნავთი, გაზი. ნავთი. კი ლამბანა გაანახტოს. ხოში ელექტრიკი არ იყო პირდაპირ. ხო.
და ახლა ეს გაღმა ხო შოშა არის, ის შოშა ახალად გააკეთეს. და ეს შოშა ქვაბისთავურში ჩადის. ამას ქვია იაღისადნობი. ჰა, ქვაბისთავურში ჩადის, ლეკობაში ჩადის, მაჭეხელში ჩადის. აქა მანქანის გზები ახლა დაუხლებით გააკეთეს შოშა გზა. ესენი ინტერნეტის ხაისენია ხო? ეს რაც დგას. ხო, ესენი ინტერნეტის არის. აქა ახალად გააკეთეს ინტერნეტი არის ბოლკულას. საავადმყოფობა რომ შემოვიდა და ჰექიმ ვერ ურეკებდნენ და ახალი გაკეთებულია ესე იგი. ახალი გაკეთებულია. ან გამასერების ჩვენ ბაზგეთის არის. იგი ასე ხები უმკაცრები ჩანს იქ ევროპა ჩვენი და ხარებით გადმოასხენდი ვაზუებით იმ გამასერები. იქა ხარების დასაწოლი იყო და იგი პატაი მე ქოხი კონდენ და ჩობნები და ხარ აზრობდნენ იზეტაფრებოდნენ გამასკეთში. იმ სერების უკან რა არის? მამიკო? იქი და სერი ლეკობნის არის, მაჭეხლელებისა. მაჭეხლელების. ლეკო უბანი. ლეკობანი, სოფელ მაჭახელაში. ხაბიცავი აირა და ხერთვისი ჯაილა. კი. კარგი მანქანა თუ გაქვს, აქედან მაჭახელში გადავა. გადავა, კი, და. დიდი აგერ აქედან გედეია გადახვალ მაჭეხი.